იკითხებით ქალბატონო მოგწონთ თუ არა. მოგესალმებით ქალბატონებო. ლენკას ესე გადაღება არ მოსწონს, მაგრამ ესე მეჭირება. აი. ეხლა როგორ გძნობთ თავს? ეცა. დაელოდეთ. სწორედ გამოტოვეთ რაღაც. არა. კაცული. არა პროფესიონალური. ხო, არა პროფესიონალური არხი. ძალიან პროფესიონალური. ხო, მაგრამ ეს არხი ხო არ არის პროფესიონალური, ეს არხი ხო ისაა. კარგი. ხალხთან კომუნიკაციის საშუალება. ხო, მე გუშინ ღამე დავფიქრდი ეს რაღაცაზე, რომ ძალიან მაკლია ლაპარაკი. და მეგობრები, რომ იმიტომ მაკლია, ანუ რაც მაკლია ცხოვრებაში არის ლაპარაკი რა. და ანუ გიორგისთან კი ლაპარაკობ სულ, მაგრამ აი ესე უცხო ადამიანთან ლაპარაკი ძალიან მაგარია. და ისეთ იმ დღეს რომ მაგონდი? წადი შენ deep talk-ი მოაწყო. მერე? ხო და აი ისეთ ადამიანთან ლაპარაკი, რომლებთანაც აი სიახლოს არა როგორც გიორგისთან რა. არავისთან არ ხარ სიახლოს როგორც ჩემთან. ხო, მადლობა ღმერთს, ანუ სხვა რაღაცას გულისხმობ. თავიდან გადავიღოთ. არა. ჩვენ არ ვიღებთ თავიდან, ჩვენ ვიძახით ყველა. ხო და მოკლედ მე დავფიქრდი რომ მეთქი აი ჩემი YouTube-ი დავაპარაკი რა მაგარია როგორ მომენატრა და მაგისთვის ახლა ვაკეთებ ყველაფერს რა რომ აღვადგინო. თან ახლა ვფიქრობ რომ უფრო გაზრდილი ვარ და უფრო YouTuber-ი ვარ რა. მაგრამ აი დროში გაწელილი პროცესია ის რომ მე თქვენამდე ვილაპარაკო და თქვენამდე მოვიტანო ეს პროდუქტები რომელსაც შევქმნი ჩემი სახით. ნეტა ვიცოდე რას ლაპარაკობს. წარმოდგენა. როგორ არის? არ ვიცი მე. თასი. გაიგე. ხო და მეთქი იქამდე რა ვქნა თქო და მეთქი გიორგი ელიზე ხოლმე ვარ დღეს თქო და აი სხვა გარემოში გადაღება ვიდეოები ძალიან მომწონს და ისიც ვიცი რომ თქვენც მოგწონთ სხვა გარემოში რომ უყურებთ გიორგის ამ არხზე ვიდეოებს რა უფრო აკლიკებთ. აი ნახვების მიხედვით ძალიან ეტყობა რომ აი სამნისფერი ეკრანია და ზურგი თუ არ ჩანს უკვე კაი არის. აი მე თუ არ უფრო მეტი ნახვა აქვს და მე თუ არ გარემოა სხვანაირი და აი ჩემი გამოა თუ გარემოს გამო ეგ ვერ გავიგე ჯერ მაგრამ რაღაცა ის არის მოკლედ აი ხა აქ რო ვიღებ, ვიცი რა შედეგი ექნება რა იმაზე კარგი ვიდრე გიორგი რო იღებს თავის ოთახში ბანძფერზე. თანაგექშენია რა რაღაცები დარბიან. საშინელი ფერია იასამნისფერი შეგვიძლია ვიდეოთ ფერებზე. არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფერი არის იასამნისფერი. ხო და ეხა ჩრდილი ხო არ გვირტყავს რა. შეიძლება იმიტომ რომ ზემ ძალიან ისე მოგონა. მე გეჩრდილო შენ? ო, გაი. ეგარ. დამჩრდილი. შენ ჩრდილ და უნდა გამოვიდნე იმარი ვარ. ხო და აკე რაზე ველაპარაკოთ მეთქი და აი მეთქი აი ყავა როგორი ინტიმური რაღაც არის რომ აი ყავას რო დალევ ხოლმე იმ ადამიანთან ერთად რომელთან ერთადაც კომფორტულად გრძნობ თავს და მაგაზე ველაპარაკოთ მეთქი რა და მე მივხვდი რომ მაგაზე ველაპარაკი ჯერ არ მინდა შემიძლია რომ სხვანაირად განვარცო ეს თემა და სხვანაირად ველაპარაკო და მეთქი ახლა ველაპარაკოთ მაშინ მანიფესტაციაზე თქო რა იმიტომ რომ აი ეშვები ვცდილობ რომ ჩრდილი არ იყოს იქნება არც არის შეიძლება იქნება რომ გადაიღო ეხო დამიჭდა რაო რაღაცებს ვაკეთებ ესე ხო დაგწიდეს. მინ დაგწინა. ქალბატონო. ხე კარგად იცინოს. ანუ გაიღიმა დაგწინა. არ მგონია დაიცინა, რატომ დაიცინა? არა მე არ მგონია რომ ვინმეს დასცინეს ნორმალური ადამიანი. მე მგონია რომ ყველას დასცინეს. ხო და ამ ეს ბოლო პერიოდი გიორგის ძალიან ძისი წამოწდა რომ მედიტაცია უნდა დავიწყო და მეთქი მედიტაცია უნდა დაიწყო, მაშინ მანიფესტაციაც დაიწყე და მე აუხსენე მეთქი აი მანიფესტაციას მაინც ვერ ხვდები კარგად. აი მანიფესტაცია რა არის გიორგი? აქ იხსნე ახლა და ალბათ 1-20 წუთი ველაპარაკე რა, როგორ უნდა იფიქროს, რა სიტყვებით უნდა ილაპარაკოს, როგორ უნდა ილაპარაკოს თავის თავთანაც კი წესები დაუწესე რომ მეთქი იცი როგორ მაგიზიანებ? ანუ იმასაკ აი გულს მირელ. ძალიან მადლობა. მიყვარხარ. გვიანია უკვე. ჩაი არა.
ფოთლებმა. შენ ჩაი ლურის ჩაი. ხო და მე მინდა რომ ვისაუბროთ მანიფესტაციაზე. მთელი ჩემი ცხოვრება არის ერთი დიდი მანიფესტაცია, რო იცოდეთ. ერთი წუთი რა. 5 წუთი ლაპარაკობდი, რაზე უნდა გვესაუბრო. აგარია. რო იცოდეთ. ხო და მინდა ხა შენ გველაპარაკე რა ისწავლე, რას გეუბნებოდე. როცა რაღაცა მინდა ცხოვრებაში, ის კი არ უნდა ვთქვა, რომ მინდა. უნდა წარმოვიდგინო რეალობა, სადაც ეს ყველაფერი უკვე მაქვს. აი მაგალითად დაუშვათ რაღაცა ბურთის ყიდვა მინდა. ის არ უნდა ვთქვა, რომ ეს ბურთი მინდა. უნდა ვთქვა, რომ ამ ბურთით ვითამაშებ. ამ ბურთით ვთამაშობ. რაღაცა აწყო დროში უნდა ვილაპარაკო მომავალზე, რომ მე ეს მანიფესტირება მოხდეს, როგორც გავიგე მე და რამდენად კარგად გავიგე, ეგ ვერ გავიგე. ხო, რაღაცა ეგეთია რა. ანუ სამყარო ძალიან გვისმენს რა და შენ რაღაცაზე იძახი რომ აი ეს გინდა, სამყარო მოგისმენს, მაქვს სრულს აგისრულებს და აუცილებლად ყოველთვის გენდომება ეგ რაღაცა. აი მე თუ ვიძახი რომ მინდა მყავდეს BMW და ეგრე ენი თქვი, იცი? BMW ვთქვი. ენი. აი ცხოვრებაში არ შემშლია. BMW. შეიძლება ესეც ირა. და მთელი ბავშვობიდან მოყოლებული იმას ვიძახი რომ მინდა, სამყარომ ძალიან კარგად ამისრულა ეს სურვილი და ამ წუთამდე მინდა. და რაზეც მithქვამს რომ აი ეს უკვე მაქვს და წარმომიდგენია როგორ მაქვს და ასე შემდეგ, ეგ ყველაფერი აი ახლა მაქვს, რაზეც აი შეიძლება 5 წლის წინ მილაპარაკია, რომ აი ეს იქნება ისე. და ზოგადად ფიქრობ, რომ აი შენი ტვინი მარტო იმას შეამჩნევს, რაზეც იფიქრებ რა. აი ძალიან კაი მაგალითი მოვუყვანე იმ დღეს გიორგის, რომ მეთქი აი ადამიანს რომ რაღაცის ეშინია და ესეთი ფრაზა არსებობს, რომ რისიც გეშინია, ზუსტად ეგ მოგივა. იმის გამო კი არ მოგივა ეგ რაღაცა, რომ მაგისი გეშინია, იმიტომ მოგივა, რომ მარტო მაგაზე ფიქრობ ობსესიურად და შენი ტვინი აუცილებლად დაინახავს, აი ეგ შიში როგორ შეიძლება რომ რეალიზდეს შენ ცხოვრებაში, მაგის მულინგის წვერპლევა ხალხა ჩვეულებრივი. რა გინდა? აი ძალიან ვცდილობ რომ აი აზრები დაუკავშირო ერთმანეთს და ფრისტაილზე ვილაპარაკო რაღაცაზე და შენ აქედან ხან ვიღაც კაცზე მილაპარაკები, ხან ვიღაც ქალზე, ხან რაღაცებს აი არასერიოზული დამოკიდებულება გვაქვს და ნერვები მეშლება. კიდე რაზე გიშლება ნერვები? უპატივცემულობას ვგრძნობ შენგან. რა სისულელე. მე ცხოვრებაში არ მithქვამს რომ ისეთი ადამიანი მყავს გვერდით, რომელიც არ მისმენს. აბა როგორ გითხოვს? არ გეტყვი. მირეკავენ. ვიცი გირეკავენ და მარიცო არის ალბათ. ილაპარაკე, ხო მარე. აღარ მინდა ლაპარაკი. ნერვები მომეშალა, ვიდეო შეგეძლია დაარქვა ნახევარი. შუაში ვარ იმენა. ოღონდ იქით ამხარეს ბოლოში. და შუაში თუ ხარ? ოკეი, ხო, კაი. სკამები როა რა. კაი, მე აქეთ ამ მხრიდან მოვდივარ. მალე მოვალ რა. მოდი, აგერა ვართ. გიორგის ნათისავი და ჩემი მეგობარი ეს ერთგვარი ადამიანია, ცხოვრობს ლესზე და სწორედავდა. აბაო ლენკავ მოვქრივარო. და ველოდებით. გოგინდა ლაპარაკი თემას იყვარო. არა, მინდა რომ ეს გაითიშოს, აი ფიქრობდი რა შეიძლებოდა დაერქვას ამ ვიდეოს, იმიტომ რომ რჩევები მანიფესტაციაზე და გამოცდილი მე რა ქვია, რაშვები შენ მე მედიტირებ. მედიტორი. გამოცდილი მედიტორი ამ ვიდეოს ვერ დაერქმევა. დაიწყე მიდი ჩემო პატარა გისმენთ. მეც და ჩემი ხუთივე მაყურებელიც ხო და შენ რაც უფრო ისეთ პოზიტიურ რაღაცებზე იფიქრებ, უფრო პოზიტიურ რაღაცებს შეამჩნევ შენი ტვინი. აი და ანუ შენი ტვინი არის შენი ძალიან დიდი მტერი, ისევე როგორც შენი ძალიან დიდი მეგობარი და აი რაც უფრო შენთვის მტრულ აზრებს მოიზიდავ ტვინში, უფრო მტრულ რაღაცებს გაიკეთებს ტვინი და რაც უფრო მეგობრულ რაღაცებს მოიზიდავს, უფრო მეგობრულ რაღაცებს გაიკეთებს.
აი მე ფრანგული სწავლა რო დავიწყე, მაშინ აი ობსესიურად ფიქრობდი ფრანგულ ენაზე, იმიტომ რომ აი ახალი იყო რაღაცა ჩემ ცხოვრებაში, თან ძალიან მიხარდა და თან კარგად გავამდიოდა და ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა წავსულიყავი, არა რისთვისაც არ უნდა მიყურებინა, ყველგან ფრანგულ სიტყვებს წინადადებებს პოულობდი რა და ჩემ მეგობარს ვუთხარი მაგ მომენტში რომ მეთქი ისე ნეტად თქო, აი ეს დაიმთხვა თქო თუ ხარ ვსწავლობ მაგიტო ხედავ მეთქი ამას თქო და იმ გოგონ კი მითხრა რომ აი просто აკვირდებიო რა და არ დავუჭერო მეთქი არა დაემთხვა ეს სამყარო გავამიგზავნა და ეხლა რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო მეტად ხვდები რომ რეალურად ჩემმა ტვინმა იპოვა სწორი რაღაცები ანუ იმ მომენტში ჩემი წარმოდგენისთვის სწორი რაღაცები და ეგენი დამანახა და მე ყოველთვის ვცდილობ რომ ძალიან კარგი ვიზუალიზაცია მქონდეს იმ ცხოვრების რომელიც წარმომიდგენია რომ მე მაქვს რა მომავალში და აი, ნახეთ სად ის. ხო, ძალიან რთულია. ეს მარტივი არ არის, რომ მომავალზე ილაპარაკო, აწმყოთი და რაც მომავალში გექნება, მაგაზე ილაპარაკო ისე, რომ გააქვს, ანუ მართლა რაღაცნაირად ძალისხმევას მოითხოვს რა, მაგრამ მე აი ყველანაირად მჯერა, რომ მოქმედებს და თუ სისულელეა მანიფესტაცია და სამყარო არ მისმენს, შეგეძლია რომ სამყარო დაუძახო შენს ტვინს, რომელიც აუცილებლად გისმენს და აი შენი ტვინი ისეთ გზას იპოვის, რომელიც გზითაც იქ მიგიყვანს სადაც წარმოგედგენია რომ მომავალში ხარ. გაიგე შენა. სჭირდებოდა. ნო. რა გჭირს? გავბრაზებული ვარ, აი მაგარი აღრენილი ვარ. აი თქვენ გცემთ პატივს, თორე ამ ვიდეოს არ გავაგრძელებდი. ვაუ. ცოტა ხარ აღრენილი. მე გითხარი რატომ? თავში დამეცა ფოტო. მეტის ღირსი ხარ. ყიდან გამოხდა გამეში ეს ჩვენი საქართველო. მადლობა ნახვამდის. ანაი ნახონდი, საკეთებად დადიოდა წყვილი რომ იქორწილეს. იქორწილეს. მე ვფიქრობ რომ ქორწილი არის სწორი და ქორწილება უნდა იყოს და არა ქორწინება, იმიტომ რომ უყურე თუ დაქორწინდნენ, მაშინ უნდა იყოს ძირის სიტყვა ქორწინი. და ქორწინი ყლეობა არის, ქორწილი არის. ქორწინი ხობა რო არის, მაგიტომ არის ქორწილი და დაქორწილება არის, მაგიტომ არის დაქორწინება. ეგრე არ ხდება ქართულ იმაში, ენაში. ქორწილი, ქორწილია, ქორწილება, ქორწილია. ქორწილება. ხო, კიდევ არ უნდა დაიბინძუროთ აურა და თქვენი ვიბრაციები არ უნდა დააგდოთ ძირს. მაგას აკეთებთ ადამიანებზე ცუდის ლაპარაკით კი არა მხოლოდ ლაპარაკით, არამედ ფიქრითაც, აი რა წამს ვინმეზე ცუდს გაიფიქრებთ, რა წამს ვინმეზე რამე ცუდს იტყვით. აი ეგ მხოლოდ თქვენ გავნებთ რა, იმ ადამიანს ვერაფერს ვერ დააკლებთ, ანუ თქვენ თავს ავნებთ, აი ვინმეზე თუ რამე ცუდს იცახით. თუ შეიძლება საერთოდ არავის არ თქვა არაფერი ცუდი და ზოგადად ცუდად ლაპარაკობდე, გიორგი რო იგინება ხოლმე. ეხლა მეც რო ძალიან ცუდი სიტყვები ვიხმარე, მაგისით შემცვა. აი ეგეც ძალიან ცუდად მოქმედებს რა. აი უნდა იფარფატო და ჰაერში იყო და აი არარეალური სამყარო შექმნა და აი ხალხს რა ვესულელი ეგონო რომ ეს ყაპრებშია და ყრუბლებში დაფრინავს და აი რაც უფრო იგეთი ხარ რომ არამიწიერი ხარ და უფრო არ გაქვს შეხება აი იმ რეალობასთან რომელ რეალობაზეც გველაპარაკებიან რომ ნამდვილია უფრო სწორგზას ადგახარ მიხდი რა ვთქვი მე მგონია რომ ვერ მიხდი მაგრამ მე ვიცი რაც ვთქვი აი ამას ვიძახდი უპატივცემულობას გძნობ მეთქი უპატივცემულობა კი ფეხსაცმელები რო შენ ხარ კარგი ფეხსაცმელები ეს რა ხმა იყო ეს გარაში დაკეტეს არა გააღეს რომ შენ შეგიყვანო შეგრენთ და ჩაკეტო და ის დევილის ზნაკის ქვეშ დამაბანდა დევილის ზნაკის ქვეშ ოკეი ანაგრამა international ოკეი yeah ანაგრამის ქვეშ უნდა დამაბან კრაულივით აი თავს მე მგონია რომ გიგანტური რობოტები ტლაურობენ თავს გზნობ როგორ იცი აი ულამაზესა არა აი და ულამაზესი რა ხარ ანდრაშევით ეხა ვერ უნდა დამკერავ მაგით ე დებილი ბავშვით მაგზნობენა თავი რომ კიო გადავიღოთო ვიდეო აი ვიდეო უჭოლიო და მე ვდგარ რაღაცას ვცდილობ რომ ორი სიტყვა გადავობა ერთმანეთს და შენ რენდომ რეკლამები ჩემამდე გიგანტური რობოტების
არა კი აი გირჩევთ რომ აი ყველამ თქვენ ცხოვრებაში ადრეც აქვს რა თქმა უნდა თქვენ ცხოვრებაში ყველამ თქვენი ლენკა რო იპოვოთ რა მე გეშველებათ ისე არა მე გირჩევთ რომ თქვენ ცხოვრებაში გიორგი არ იპოვოთ აი რა კაია რა რიგაი აი გიმედგაცრუების სახელას გქონდა იმიტომ რომ ზუსტად ეგრე იმედგაცრუებულ ალგზრობ თავს თელე ვიდეოს განმავლობაში ეს ნასკები ვინ მაჩქა არ ვიცი რაღაც დებილი გოგო იყო მე ოკეი ვიზნარი ჩოპერს ნასკები ვაჩუქა და თურმე რისთვის რომ მე ვიდეოს რო გადავიღებდი ამას ვიღაცის ფეხსაცმელებზე ელაპარაკა და რაღაც ქალზე და ვიღაც კაცზე გეთქვა რომ და ის ქალი დაგძენესო მე კაცმა გაიარა ის კაცი რო დადის ცეკვავსო მე ეს რა ხმა არისო მე რაღაცა ინას ყოფდი ლაპარაკის დროზე კიდე კაიქვიდან არა მომარტყეთ ან დამეთანხმე ყველაფერში გეთანხმები პატარა მე ხო დავიწყე ისინი მანიფესტირება ამ 11 ნოემბერი იყო უძლიერესი სამანიფესტაციო დრო. და მაგ დღეს დავიწყე მე. და ეს რომ მოვიდა ჩევდა თელი დღეო რაღაცებს წარმოვიდგენო. ეს დავდივარო და წარმოვიდგენო. კაია. ეგრე უნდა ქნათ. გუჭელი უნდა იფიქროთ ყველაფერს. ხო, ჩემ main point-ი ის არის რომ manifestacijas თუ არ გჯერათ, ღმერთის თუ არ გჯერათ. აი ხო იცით რომ აი რაღაცაზე ბუნებრივი ძალების თუ არ გჯერათ, რაც თქვენზე მეტია და თქვენზე მეტი შეუძლია, აი თქვენი თავი ხო იცით რომ არსებობს, თქვენ ხო ხართ რეალურები, ეგ ხო დანამდვილებით იცით და აი ამ ყველაფერს დაარქვით ფიქრები. ანუ იდეაში არ აქვს მნიშვნელობა რაც დაუძახებთ რა. თქვენი განაწყვეტილებაა და აი თუ მაგას ვიცახე რომ თუ არ გჯერათ, თქვენი ტვინის რო გჯერათ, აი გჯეროდეთ რომ თქვენი ტვინი არის პასუხისმგებელი რა. საო. დაალაგე იმენ. მართლა დაალაგე, იმიტომ რომ ვიღაცები აი მეგობარი ყავს ნინი, რომელიც იმენა აი არ ვიცი, აი არ ჯერა არაფერს საერთოდ ამ ქვეყანაზე და ეგეთი ადამიანები ხო ბევრნი არიან და ბევრნი შეიძლება თქვენს ბევრნი ხართ ვინც უყურებთ ახლა ამ ვიდეოს და თქვენი ტვინის შესაძლებლობები დაიჯერეთ. იდა შეერთებიგივე. კიდე გაგუთ ფილმს. არა, არ მინდა. აბა რა გინდა? რა ვიცი. მედი აბა ცუდი არაფერი არ უნდა თქო ხო და გავიწყდა შენ, თორე დაიბინძურებ, ვიბრაციები დაგეყრება. რა არაფერ ცუდს, ანუ პროსტა ანუ არ არსებობ. ანუ არ ხარ. With great woman comes great responsibility. Spider-Man-ის ქართული ვერსია. მაგრამ წერან. იმგონია იმ რობოტებმა გაათავეს. სეტიკმა იყო. ჩემი ოცნებაა რომ იმ რობოტებთან მე ჩამაგდო. ოცნება გაქვთ რომ ვითხოვ. ოცნებაა რომ ერთი დიდი ფურცელი მქონდეს და იგეწეროს თემები მკაცრად. აქედან აქ გადავდივარ და აი პროლოგი თლიანი ძირითადი ნაწილი ეპილოგი. და ეგრე ვიღებდეთ ვიდეოს. და აი მაგის იქით თუ გადავუხვევთ აი ყველგან ქათი იყოს რომ აი დალაგებული ვიდეო გამოვიდეს. დალაგებული ვიდეო. მე ოთახი მაქვს მარტო დალაგებული. ის იმ შემთხვევაში თუ ვიდეოს ვიღებ. დალაგებული კი არ აქვს. აი ის კუთხე აქვს გასუფთავებული და გვერდებში ხან რა შეყრილი ხან რა. და თან იმდენ ხვდება რომ არ უნდა რომ გარეულობა გამოჩნდეს. ხო, იმიტომ რომ ქაოსია და თვალისთვის არაა სასიამოვნო. რა? რამდენი წუთი ავიღებთ? 1:17. აი ორი ვიდეო შეიძლება და გამოსულიყო შენ რომ წესიერ გელაპარაკეთ ჩემთან.
19 წუთი ყოფილი. ერთი ვიდეო აი ეს ჩვენი კინკლაუბი შეიძლება და ყოფილიყო, მეორე ვიდეო მართლა მანიფესტაციაზე რო გველაპარაკა, შენი გადმოსახედიდანაზე ჩვენ და ძალიან მაგარი ვიდეოები დაიდროპებოდა, მაგრამ არა, შენ ხარ აი ესეთი ადამიანი, რომ პატივს არ მცემ. და არ გაინტერესებს რას ვლაპარაკობ. ვისაც გიჯერათ რომ მე ლენკას პატივს არ ვცემ და ლაიქეთ ვიდეო, ვისაც არ გიჯერათ. და ეხლა გამოიწე. ამ ვიდეოს კონდეს რეკორდული ლაიქების მაჭველებელი. ძალიან მარტივი, არა, მარტივი არა. იმიტომ ჩემს რომელიღაც ვიდეოს სადღაც 2000-მდე ლაიქი აქვს. არა, მეგობრებო, მე ხუმრობ ამ ყველაფერს. მაგრამ თქვენ ხუმრობითაც არ უნდა თქვა თქვენ თავზე ესეთი რაღაცები. თავში დამეცადეთ. მეტის ღირსი ხარ. განაკაკოცო. კი. შევიგდეთ. ნეკისა, შევიგებისა. სად არის? მარიცო? არ 5 წუთი იყო რომ დარეკა და მაქსიმუმ 15 წუთში მან დაარდა. მორბის? თუ მოსერნებს? ვიაც. ფრეასთან ერთად არის ნეტა მე გვინტერესებს. არ მგონია რომ ფრეას გამოიქცა. ფრეა არის ერთ-ერთი ქალღმერთი. რომელიც დიდად არაფერში არ ვარქა. მაგრამ ფრეა არის უსაყვარლესი ბავშვი. აი, ორი ბავშვი მიყვარს დედამიწის ზოგზე. მაგ ბავშვის პაპა ვარ. აი ეგ ფრეა მიყვარს ძალიან და მეორე ეს ვაიმე ეკო ჯითუჯის ეკო. უსაყვარლესი ბავშვია ორივე. მე დავამეგობრებდი მაგათ. ვადასტურებ ეს მაგ. შავა დააქვთ მაშაღებელი. შავა დააქვთ მაშაღებელი რაღაც. შავები. და საერთოდ ნახალოკაში ყარდო. რაღაცა ეხა გალი რომ ჩაიცუცკება რომ მოვა.